გამარჯობათ. ამ ვიდეოში გვერდების თემას შევხედებით და გავაგზავნოთ ეს პირველი ნაწილი. ეს ნაწილი მე გადაღებული მქონდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო გარკვეული ნაწილი წაიშალა. და გადავწყვიტე რომ გამეგზლებინა ვიდეო აღვთილი. კარგი, ნუ აქ უკვე ადრე დასრულებულია და გადავიდეთ ვებ გვერდზე. კარგი, ნუ გადავიდეთ ვებ გვერდზე. მოდი ახლა მოვარგოთ ეს MySQL-ი, რომ დავჭერთ ეს სამოკო. შემდეგ დავეთანხმოთ product და მიწევ უკვე მოვარქება. კარგი, მოვკოპიროთ პირველი კოდი და ჩავსვათ localhost-ის ნაცვლად. შემდეგი არის database-ი. ჩავსვათ database და user-ი ეს ერთი კოდია და ნახევარად პაროლი. კარგი, ნუ ყველაფერი შევავსეთ, გვიწყება უკვე ჩვენი პროფილის რეგისტრაცია. აქ სახელი, აქ პაროლი. აქ ავიმეროთ პაროლი და მეილი. მოჭით პროდუქტი. კარგი, ნუ გადავიდეთ ვებ გვერდზე. ანუ გადავიდეთ როგორც ხდება, გვაქვს ასევე ავტორიზაციის გვერდი, ავტორიზაცია. და მე შევიდეთ admin პანელში. აქ მოდი გადავიყვანოთ ეს ქართულზე. აქ აქვს настройки სისტემი და გადავიყვანოთ Georgia. მოდი სახელით. ანუ გადაგაცვლები როგორც ეს პანელი. აქ ასევე გადასწორებელი, ანუ სრულად შევცეთ გადავდივართ. ის გადის webhost.com-ის 4.4-ზე. კარგი, შევიდეთ სისტემების პარამეტრებში და აქ არის ესეთი რამ ურულის შეცვლა, აქ არის აღანებული კი, დავაყენოთ არაზე, დავაჭერთ შენახავს. მოდი ახლა გადავიდეთ სრულიადში. ანუ გასწორებული როგორც ვთქვათ. მე ყველაფერი ჩვენ ავდივით, მაგრამ აქ დაგვაქვს install PHP საშლა. დავშალოთ install PHP. ანუ მოვჭა. მოკლედ ვიდეო ინტერესებულია. დიდი მადლობა ყურებისათვის. თქვენ შეგიძლიათ უკვე იხილოთ მეორე ნაწილი, ნაწილის შემდეგ. შეგიძლიათ ნახოთ აი აქ არის data life engine მეორე ნაწილი. და აქ არის ყველაფერი ნაჩვენებით, როგორ შეიძლება გავაკეთოთ დამატებითი, კატეგორიები, დიზაინის დაყენება, გადაკაცვლება, ვიდეო პლეერის ჩასმა და ამ შემდეგ. მოკლედ გამოიწერეთ არხი და დალოეთ ახალ ვიდეოებს.